მოგესალმებით, დაბრუნდი ისე მაფია 2-ით, ეს არის ალბათ უკვე მე-12 ან მე-13 ნაწილი და დღეს კიდე გავაგრძელებთ რა თქმა უნდა ისტორიას, მაგრამ მანამდე კომენტარებში წამოვიდა რაღაცა კითხვები და მინდა რომ მაგათ კიდე პასუხი გავცე და ასევე კარგი იქნება თუ არცაც კიდე ბარემ გამოიწერთ, იმიტომ რომ 1000-მდე თუ ავალთ, რა ვიცი, წლის ბოლომდე იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ნელა ვითარდებით, მაგრამ მაინც. ესე იგი, პირველი კითხვა იყო ეგეთი, რომ კითხვა რა, ესეთი კომენტარი, რომ კიდე სხვა ისტორიებიც არის აქ და ეგ არ ვიცოდი, მაგრამ მადლობა რომ მითხარით. და როგორც ჩანს მართლა ყოფილა 3 ისტორია. ერთი არის ჯიმის მიტოვება, მეორე არის კიდე ჯიმის ვენდეტა და კიდე არის ჯოუს რაღაცა თავგადასავალი. ანუ ესეთი 3 ისტორია გვაქვს კიდე დამატებითად რაც შეეხება ამ თამაშს. ხო და როცა თამაში დავხურავ, ამათ მე გადავხედავ, ანუ თუ ძალიან დიდი არ არის, ახლა ესა ინდა კიდე პლუს 10 და 20 ეპიზოდი არ წაიღო და რა თქმა უნდა ამათ კიდე ძალკე ვითამაშებ, იმიტომ რომ საინტერესო იქნება ჩემი აზრით. ნუ როგორც ყოველთვის კიდე გვირეკავენ აქ, მოდი ბარემ ამას გავუპასუხებ და მე კიდე რაღაცებს დაგელაპარაკებით, რაც უნდა მეთქვა. ეხლა თუ არ ვწდები სხვა შორის, მოიცა გეტყვით ეწამი. ვიტო, ედი ვარ. რა ხდება? ჯოუსთან მოდი მალე. რა ხდება? ტელეფონით ვერ გეტყვიო. კაი, მოვალ. ხო, რასაც გეუბნებოდით, ანუ ერთი ისაა, რომ მე მგონი ეხლა ვართ დაახლოებით იგივე სამეზობლოში რა, ანუ დაახლოებით იგივე ტერიტორია არის რა და წელიც რომელშიც იყო ტომი. ტომი პირველი ნაწილიდან, ვინც არიცი და თქმა უნდა და მე-14 ეპიზოდში გამოჩნდებაო, თუ არ ვწდები, ესე მითხრას კომენტარებში, ხო და ნახავთ მაგასაც თუ როდის გამოჩნდება ჩვენი ტომი ამ თამაშში. თქმა უნდა, ეხლა კარგად არ დამთავრდება სამწუხაროდ ტომის ნახვა, მაგრამ მაინც არ ავშვებს. კიდე რა უნდა მეთქვა, ესე იგი, ბევრი კითხვა მოდის იმასთან დაკავშირებით, თუ თამაში როგორ გადმოწერეო და თამაში არ გადმომიწერია, მე თამაში ვიყიდე Steam-ზე. Steam-ი კიდე არის ესეთი აპლიკაცია, სადაც შეგიძლია რომ თამაშები იყიდო. ოპა, ჩვენი კურვეტი აგერ არის. აუ, რა არის? ძალიან მაგარია. ხო და Steam-ი არის აპლიკაცია, დაახლოებით ისეთი არის როგორც არის თუნდაც Messenger-ი და Instagram-ი და ეგეთი რაღაცა მსგავსები, ანუ შეგიძლია რაღაცას დაელაპარაკო, შეგიძლია თამაშები იყიდო, შეგიძლია რაღაცა for you page-ი ქონდეს, ანუ რო სკროლავ და რაღაცა ფოტოებს ნახულობ, ვინ რას დებს თამაშებიდან და ასე შემდეგ. ხო და მაგას რო გადმოწერ შენს კომპიუტერში, დარეგისტრირდები, გახსნი, შეხვალ მან და იქ არის ძალიან ბევრი თამაშები, რომელიც შეგიძლია შენ იყიდო. მე შეგიძლია შენ ჩაწერო საზიებო სისტემაში მაფია და ამოაგდებს იქ როგორც ვიცი ესე აწერია მაფია definitive edition ტრილოგია თუ რაღაცა ეგრე რა, ანუ 3-ვე მაფია არის, პირველი, მეორე და მესამე ერთ შეკვრაში. და ფაზაკლება როცა არის ხოლმე ეგ თამაში, ეგ მთლიანი შეკვრა, ანუ 3-ვე თამაში ღირს რაღაცა $6 თუ არ ვწდები, 6.50 ალბათ. და შეგიძლია რომ ესე გადმოწერო, ანუ ლიცენზია გექნება თამაშის. Steam-ის პაროლი და ლოგინი თუ არ დაგავიწყდება, ფაქტობრივად სულ გექნება ეგ თამაში შენს Steam-ის აკაუნტზე და როცა გინდა გადმოწერ. თუ გინდაც მაგათის კომპიუტერში შეიყვან შენ Steam-ს და იქ გადმოწერ მე ამ თამაშს, თუ გინდა შენ კომპიუტერში, თუ გინდა ახალ კომპიუტერში იყიდი და მე იქ გადმოწერ და ასე შემდეგ. ანუ სულ გექნება რა. და ეს მაინც მინდოდა რომ მე პასუხა. აუ, რა, აი რას გაუჩერა ეხა პროსტა აქ ვის გაუჩერა? დამონტრავია მანქანა, მაგრამ არ აუშვეს. მოდი ეხლა ვნახოთ საერთოდ წავიდე, მე ცოტა შორი არის მე მგონი. ხიძე უნდა გადავიდე და მე უცებ მივალ მანდ, ხო? ნუ რაც შორის ისე არაფერი არა. როგორც გავიგე კიდე მე მგონი ამ თამაში ყოფილა 15 ეპიზოდი და არა 16, რაც მე არა 18 პროცედურით მე შემეშალა და მე მგონი 18 თქვი და რაც უფრო ნაკლებია, მით უფრო უკეთესი არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი მალე მორჩევა და მეორე კიდე დამატებითი კონტენტისთვის კიდე ძალკე დრო იქნება. არ ვიცი ეგ კონტენტი ისე როგორ იქნება, იმიტომ რომ ტომის შურისძიება ეწერა და დავიჯერო, მაგრამ ტომი ხომ მკვდარი არის. ტომი ხო კვდება მე. და შურს როგორ იძიებს ვიღაცაზე არ ვიცი. ან შეიძლება სიკვდილამდე იძიებს შურს, ალბათ არ ვიცი, მოკლედ. და ჯოუს ისტორიაო კიდე რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ჩვენ ჯოუთი ვითამაშოთ. და გავიგოთ ის თუ რას აკეთებდა ალბათ მანამდე, სანამ ჩვენ წავიდით ჯარში და ჯარში მოკლედ ხო ხვდებით ახლა თქვენს რაც ვაკეთებთ და რაც კიდე გვიწევდა. სხვადასხვა მუხრუჭები ამანქანას აქვს ძალიან მაგარი და არ ვიცი აი რა მუხრუჭები არის. რაღაცა სუპერკარის ბუგატის მუხრუჭები. იგივე ადგილია კაცო ფაქტიურად ეს, პროსტა ამ ადგილზე ახლა ვცხოვრობ ჩვენ როგორც ჩანს. აქ შემოუხვიო ერთი წამი, ან თუ შემოუხვიო და ფრთხილად მაინც იყავე. და მე მგონი კიდე კაი იქნება თუ ამოუჭრეს რაღაცებს, ანუ გზას და რაღაცებს, პროსტა ზოგჯერ ანუ ერთადერთი დრო, როცა შემიძლია რაღაცაზე ვისაუბრო, არის მაშინ, როდესაც გზაში ვარ ესე და
ხო ხდებით ეხლა თქვენ. თორემ მე სხვა დროს ანუ ან სულ ლაპარაკი არის, ან სოლა არის, ან რაღაცა მსგავსი და დრო ამრჩება იმისათვის რომ რაღაცა განვიხილოთ თქვენთან ერთად. შესაბამისად, მაგიტომაც ლაპარაკობ ხოლმე აი გზაში. თან კიდე ეხლა თუ ვიღაცასთან ერთად ვზივარ მანქანაში, რაღაცა თემას განიხილავენ, რაც მნიშვნელოვანი არის ისტორიასთან დაკავშირებით და მაგიტომაც რა. კაი, მოვიდით ეხლა ჯოუსთან, დაუსიგნალოთ მაინც, მეზობლები გადავრივოთ აქ, იმიტომ რომ ხალი კორვეტით მოვიდით. კორვეტი გამახსენდა კიდე, კორვეტი გამოვიდა 1953 წელს, მაგრამ ეს მანქანა გამოშვებული არის 1951-ში ალბათ, იმიტომ რომ ეგ წელი არის ეხლა. ჩემი აზრით, კორვეტისგან აიღეს დეველოპერებმა რაღაცა ინსპირაცია და მაგალითი და გადააკეთეს მერე და ვითომ 1951-ში გამოვიდა და არა 53-ში ეგ მანქანა. ეგ ალბათ იმიტომ რომ კიდე ლიცენზია აერიდებინან თავიდან და რო არეჩივლა მერე უკვე General Motors, ანუ კორვეტის შემქმნელი ვინც არის რა, მაგათ. კაი, რომელ სართულზე იყო ეს მეორეზე არის, ხო მე მგონი თუ მესამეზე აღარ მახსოვს, ჯო. მაგრამ ჩვენი და რა შევა ისე, ანუ ამდენი ხანი არ მოსვლართ მაგასთან. I went on with a baseball bat and they looked like they were scared till yesterday. Oh, hey, good აბა რა morning, ხდება Vito. აქ? Marty, what are you doing here? Joe said you needed help. And since I did Joe მთქო რომ დახმარება take გინდოდაო. me along again. Take you along again. ეს ის ბავშვი არის, ტომეგანენ თუ დავცხრილეთ რაღაცეები. რაღაცა რა, ანუ Yeah, ბინე რო I'll დავცხრილეთ. talk to you later. Yeah, that's my man Vito. Morning, Mr. Falco. დაცინეს მე მგონი, ეს ჩემი ბიჭი არის ვიტო. Hey, გამარჯობა guys. ბიჭო, დაჯექი. აბა რა ხდება ედი? So what's happening? I heard how you got rid of Luca, Vito. Good job. გავიგე რომ ლუკა მოიშორეო, კაი სამსახურიაო. You now have proof that Clemente was behind the attack on our guys. გავიგეთ რომ კლემენტი იყო, Openly till now. ვინც დაგვედაკაო ჩვენ და თავს დაგვესხაო. He kidnapped and tortured our guys, and that means war. თავი მოეკლაო რა ფაქტიურად, იმიტომ რომ ჩვენი ბიჭები დაეჭირაო და before the commission. მაგით ომი გამოგუცხადაო Alberto ჩვენო. knows this. So he's going to act quickly and try and come after us first. So we're gonna take out Clemente. ანუ კლემენტის უნდა დავწყოთ Turns ეხაო. out Clemente called a big meeting in the Empire Arms Hotel today. This is our best chance to get rid of him and his კლემენტიო top guys. აკეთებს რაღაცა შეხვედრასო და Bolts right in there. კაია რომ თავ დავესხათო. Man, დავესხათო ეხლაო the რა. nicest hotel in town. Is that about right? Don't worry, I got a plan. კარგი იდეა არისო, ხო რა, ესე იგი. დილასო ესე იგი მთლიანმა კლემენტის ხალხო თავს დავესხათო და სასტუმროშიო თან და ვერ შეგვამჩნევს უდარავინე, ხო? Okay. და ჯო მაგერ Chicken shit. მე იდეა მაქვს და ამოიღო დინამიტები. რომ ამით ავაფეთქოთო. The nicest hotel in town. Isn't that overkill? Don't worry, this thing ain't that powerful. It won't blow up the whole building, but everybody in the room where it goes off is dead meat. How are we gonna know when to detonate it? We'll use a window washing platform. We'll almost be able to watch it explode. Since when are you the smart one? Okay, fellas, I'm counting on you. კაი, აგიხსნით ახლა უცებ რაც ხდება და რაც ვაკეთებთ. I'll have something nice for you. ძალიან When კაი. it's over, call Eddie at this number. Oh, by the way, I closed the bar today, just in case Alberto tried something. Hey, ბარი დავკეტეო დღესო რომ ალბერტომ რაღაცა როცადოსო მაინც. You mean Marty? He ain't part of the organization, so he had to wait outside. I mean, why is he here at all? Why do you think? He's going with us because we need a getaway driver. ის ბავშვი რას Somebody to აკეთებს, cover ოიქო? our asses. რას და ნუ გარეთ იმიტომ არისო რომ ორგანიზაციაში არ არის გაერთიანებული ჯერო. And he saved my ass with them greases. Yeah, but we're not fighting a bunch of drunk dirtbags this time. Ah. We're about to take out the most powerful family in this ნუ city. ჯავრობს and you're რა bringing a ფაქტიურად kid. ეს. And how old were you when you started doing this shit? You're talking like you're some old fart. Look, Vito, he's gonna wait in the car outside and drive us away. That's it. He ain't even gonna know what we're doing there. He's a great driver, and that's exactly what we need on this one. Okay, Joe, whatever. But I'm telling you right now, this is a bad idea. კარგი, ესე იგი, რაც ვაკეთებთ არის ის, რომ მივდივარ ჩვენ სასტუმროში, სადაც არიან კლამენტის ბიჭები, ანუ ვინც თავარი არის რა და აკეთებენ რაღაცა მიტინგს, შეხვედრა აქვს და მანდ უნდა შევიდეთ და ამოვხოსოთ ყველა. ჯომ თქვა ეგეთი რაღაცა, რომ დინამიტი შევაგდოთო და მე ვიტომ უთხრა ის, რომ რა ჭკვიანი ხარო, შენო მაშინ მთელი სასტუმრო ავაფეთქოთო და არაო რა, ეგეთი ძლიერი არ არის ეს დინამიტიო. შევალთო, შევაგდებთო ოთახშიო. დავადეტონატებთო თუ რაც ქვია მაგას და ვინც იქნება მაგ ოთახში, ყველა ამოიხოცებაო. და მაშინ ის ბავშვი რატო არის უგარეო, ანუ აი ეგერ რო გველოდება ეხა. გავალ მეც, იმიტომ რომ ლაპარაკი დაიწყება მე და ვერ აგიხსნით ყველაფერს. ანუ ეგო პროსტა ჩვენი მძღოლი იქნებაო და მეტი არაფერიო და ვიტომ უთხრა საშიში არისო მაინც, ანუ ბავშვის ეგრე წამოყვანა მანდო და დაიკიდეო რა, მანქანაში იქნებაო, აზრზე არ არისო, რაც ვაკეთებთ ეხა ჩვენო. კაი მძღოლი არისო უბრალოდ და შენც ხო ეგრე იყავიო პატარა როცა მუშაობა დაიწყება ჩვენთანო.
ხო და რა ვიცი, იმედია ყველაფერი წავა კარგად და არ მოვკვდებით ესე რომ თქვათ ჩვენ. მაგრამ კაი არის ერთი იმ მხრივ რომ მე აღარ მომიწევს ახლა მართვა და იმედია რომ ჩემი კურველით ესენი არ წავლიან არსად. თუ არა და ან მაგას გარაჟში დავაყენებ რა ერთი სიტყვით. ერთი წამი გავიდე გარე და სანამ ესენი გამოვლიან მანამდე ვეცდები რომ აუ გაქრა. ვაჰ. ეს რა ჯანდაბად მინდა. მაინც მევატარე ბიჭო, კაი რა, ხო არ მეღადავებიან ესენი. ძალიან ცუდი. ალბათ იქიდან რომ გამოვიქცევით მე. არ გაფუჭო რა გზაშიო, იმიტომ რომ ჩვენი გასაქცევი არის ესო. და თუ დაედაკები რაღაცასო მაშინ აფეთქდებითო ყველაო. For a little fireworks show. Forget you heard that. We're going to the Empire Arms Hotel. Park in the underground parking lot and use the back entrance. ესე იგი მივდივართო სასტუმროშიო, ქვემოთ ააყენეო ან სარდაფში ესე რომ ვთქვათ რა თქვიო მაგას და მე ქვემოდან შევალთო მაგ სასტუმროშიო რა. ნახოთ ახლა რამდენად შორს არის, საკმაოდ შორს არის. ანუ ბავშვს უთხრა რომ შენო ამაზე ხმა არ ამოიღო არაფერიო. მომბებიო კი გვაქვსო, მაგრამ უბრალოდ ეგ ბრწყალებში მაშხელები არისო რა და მეტი არაფერიო. აი მივალე ხა იქ უცებ და კაგრას დაგიბრუნდებით. ნუ ვერ დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ ლაპარაკობენ აქ. რა ხდებაო მაგ სასტუმროშიო, მითხარითო რა და რა თქინდაო ეგო ჯო მუთხრას წიგნს წერო? And if you keep asking questions, I'm just going to have to find somebody else to drive us next time. Okay. No more questions. ხო და თუ კიდე გააგრძელებ, ვაიმე, კითხვების დასმას თუ გააგრძელებ კიდევ, მაშინ სხვას უკავითო ვიღაცასო. და ზოგიერთი Hotel Sky High, huh? Marty. Sorry. ბიჭო. One more word. ანუ ააფეთქებთო რა მთელი სასტუმროსო? გაჩუნდიო ბიჭო, ჩაიდე ენაო. სხვადასხვა კიდე ამ თამაშში როგორც იცით უკვე არის ძალიან ბევრი ჟურნალები და როცა გახსნ მაგ ჟურნალებს არის სულ ტიტველი ხალები შიგნით. და წინაზე ვთქვი ეგეთი რაღაცა რომ თან შემთხვევით გამეხსნა, არ ვიცოდი ახლა იქაც თუ იქნებოდა, იმიტომ რომ ჟურნალი იყო ფაქტიურად. ხო, მოიცა მივალ ერთ წამი კაცო. ჯო დაწმარდი, სად მიჩერებს ახლა? კაი გადავატაროთ ესენი მაინც ჯარიმა მოვა მერე. ხო და არ მეგონა ახლა თუ რაღაც კანალიზაციაში იქნებოდა ჟურნალი, სადაც გოგო იქნებოდა გამოჩენილი, ხო და დავალჭირე ხელი გაუხსენი და ამოაგდო შიშველი ქალი. კერდი ხონდა გადმოგდებული ესე რომ ვთქვათ. ხო და თქვი ვიდეოში რომ მეთქი დავმალავ თქო რა მაგას თქო, მაგრამ უცებ დავაედიტე ვიდეო, იმიტომ რომ გასასვლელი ვიყავი და სულ დამავიწყდა ის რომ ეგ უნდა დამემალა. და მე კიდე კაი რომ აღნიშნეს კომენტარებში. დავმალე. The last thing we need is one of Clementi's goons searching us and finding them. ესე იგი ბოლო რაღაც რაც გვინდა ჩვენ არის ოპა აგი მეორე კორვეტი კიდე. ბოლო რაღაც რაც გვინდა არის ის რომ კლამენტის ტიპებმა გაუჩრიკონო რა, იარაღები და რაღაცები რო გვაქვსო. ეს უფრო უკეთესია მეგონა. ვიდო და მე წავალთ და გავაკეთეთ ყველაფერს. შენ კიდე აქ იყავიო. ბუმს როცა გაიგონებ, ეგრევე მანქანა დაქოქე და მივდივართო. ეგ იარაღი კიდე შენ არ დაგჭირდება, მანამ სანამ ჩვენ ვიღაცა არ წამოყვებაო რა, მაგრამ ეგ არ უნდა მოხდესო. თლიანი მე-18 სართული არის მაგის კლამენტის. So how are we going to get up there? დაცოც არისო ზემოთო რა. მაგრამ ჩვენ უკიდან წავალთო. სამრეცხაოდან წავალთო. შეხვედრა ჯერ არ დაწყებულა. ეს მე მგონი რაღაცის გააფუჭებს აქ, იმიტომ რომ ძალიან მოუსვენარი არის. We'll grab some hotel worker uniforms, then we'll go do a little cleaning upstairs. ესე იგი სამრეცხაოში შევალთო, ასაცმელებს ჩავიცმევთო, ვითომ რომ დამლაგებლები ვართო, შევალთო და ავაფეთქებთო. და ვიდეო მუთხრა შენ როდის მე ხარო ჭკვიანი ვაკო. So don't go doing nothing stupid. Shouldn't I be telling you that? Stay here. Always a fucking bridesmaid. გააფუჭებს ეს რაღაცას უეჭველი, ან გაიგიცევა, ან ამის გამო დაგვიჭერენ, ან რაღაც ეგეთი მოხდება. და ეს კორვეტი კიდე ძალიან ლამაზი არის, ბევრად უფრო კაი არის ვიდრე ჩემი, იმიტომ რომ ნახე ფერი აქვს, რაღაცა თითქოს ღვინის ფერი და სალონი ძალიან ლამაზი არის. ესე იგი კლამენტი სანამ არ მოვაო, მანამდე რაღაცა არ გააფუჭო. ანუ ერთი ამბავი არ ატეხო რა ესე რომ ვთქვათ. აი, აქ უნდა შევიდე და Come on, you idiot. Find and for some reason. შიგნით უნდა შევიდეთ ახლა იმისათვის რომ ვიპოვოთ დამლაგებლის დასასმელები, ანუ დაახლოებით ესეც. Can I help you, sir? Yeah. Where is he?
დამეხმარები იმ შემთხვევაში თუ ტანსაცმელს მომწევთ, ხა უცებ მე აქ. მე მგონი იმას კარი უნდა გავუღო, თორე ისე ვერ შემოვა, ხო? წესით ხო აგრია. გააღი კარები. და ჯოუ შემოუშვა ჩინი. ეგრე. ეს არის მე მგონი ჩვენი კაცი. Look, I'm really sorry I couldn't get here sooner. ბოდიში რომ ვალე ვერ მოვედი აქო. You've been late to your own damn funeral. ერთი წუთით მოკლავდიო. All right, enough. Just get the hell out of here. კაი, გაათრიო რა. So, See? I got it all under control. ყველაფერს ვაკონტროლებო რა. Uniforms. ზომები გააქვთ მერე? რა კაცია, ჩვენაირად მიყურებს. კაი, ჩავიცოთ ა. Vito, Aha. one more thing. Here. კიდე ერთი რაღაცა. Put this on. ესეც ჩაიცვიო. Are you fucking serious? მეღადავები? So nobody recognizes us. ანუ რო არავინ არ Just put it გისმოსო რა. ულვაში. Great. წვერები. on. Let's go. დავით. Hey, you two. თქვენ Get ორი. over here. მოდით აქ. Clean up this fucking mess, you idiots. ეს გაწმინდეთო აქო. კაი, არა, Clean პრობლემა this shit up, გაწმინდა. will you? Somebody's gonna slip and break their neck. ვიღაცა წაიქცევა და კისერს მოიდეხსო. სხვადასხვა მინდა რომ ვითამაშო კიდე Battlefield 2042 თუ აუჩდები ეგრე ქვია. ძალიან მაგარი თამაში აღმოჩნდა, პროსტა თლად ვერ მიქაჩავს კომპიუტერი, მაგრამ რაღაცას კაჩავს რა, ანუ რაღაცა 70 FPS-ი მაქვს და ცუდი არ იქნება რომ Got some გადავიღო. more work upstairs waiting for you. Get moving. თქვენ ორსო Come with us. ზემოთ კიდე რაღაც უნდა გააკეთოთო რა, დაალაგოთ აქაურობაო. აი ეს მათხოვარი ეს. პირველ რიგში მაგას მოკლავთ. Henry. ეგ ჰენრი იყო. Yeah. All right, come on. აი წავიდეთ Let's get ზემოთ. up there before he gets back. სანამ დაბრუნდება წავიდეთ. ისე იმდენი ხალხია ეხა იქ ანუ დამლაგებლები და რაღაცები და რაღაც ჩვენა გვარჩიეს მანდამაინც. ზემოთ ალბათ კიდე იმ ადამიანის სისხლები იქნება. ჰენრი დიდი ხანი არ მინახია. არც ისვლელაო. Yeah. Hope we don't come back before we do our thing. იმედია არ დაბრუნდებაო სანამ რაღაცას გავაკეთებთო. Does work for Clemente. იმიტომ რომ ჰენრი კარიკაცი არისო რა. Don't even think about that. მიუხედავად იმისა რომ კლემენტისის მუშაობსო. Yeah? Well, what if we run into somebody we know? და რა მოხდება თუ ვიღაცა They won't recognize us. ნაცნობს Fucking hope so. შევეტაკებითო რა ნაცნობს ნახავთო რაღაცასო. About damn time. კიდე კაი ძლის მოხვედითო. Somebody spilled something in the conference room. ვიღაცამ რაღაცა დასვარა ვაკეთო. ჯოუ, წამო, ჯოუ. You ain't gonna ask what it is or how it got there. ანუ არ მკითხო თუ არაფერიო, საერთოდ როგორ მოხდა მანდო, რანაირად და შემდეგო. პროსტა The გაწმინდეთო. boss ain't gonna be too happy if the place ain't sparkling. დიდი შეხვედრა იქნება ომალეო და ბოსი არ იქნება ბედნიერიო. Spick and span and then get the fuck out of there. საით აბა? აქეთ თუ აქეთ? These two are here to clean up the mess. ესენი არიან რომ გაწმინდანო აქაურობაო. Oh, that mess. All right, come on you. კაი, შემოდითო. ჰენრი მართლა, ეხა მივხვდი ჰენრი რომელიც არის. მაშინ რომ დასაწყისში რომ დაჭრეს. He tripped and fell და ეგ ანუ ამისთვის მუშაობს კლამენტისთვის, არ ვიცოდი. about 5 or 6 times. So now there's blood all over the fucking place. ვიღაცა რო წაიქცაო რა აგერო და That's supposed to სისხლები stop. არისო ყველგანო So და you gotta get this shit cleaned up and you gotta გაწმინდეთო ეს მალეო. კაი, გავწმინდოთ ძმა. რა გაგვიმართლა ისე? Hey, calm down, will ya? They're not gonna be around to bother you much longer. დიდი ხანი არ იქნებიანო აქო. Hey, yeah. მაგრამ ხო შემოგუშვეს პრინციპში აქ. ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ თავად ეს სადებს ძმა მაგას. Oh, fuck. The yellow, the blue, მეთქი ძირშდებს თქო. plus the red and match. მოიცა კაბელი, კაბელი გააყავს ხო ნახე? მაგრამ მაგას ვერ დაინახავენ დავიჯერო? Perfect. Okay, the hard part is almost over. რთული სამუშაო თითქმის გაკეთებული არისო. მოიცა კაბელი ხო გაიყვანა ეხა აქ და ამას ვერ დაინახავენ დავიჯერო? რაღაცა ქვემო ჩაიტანა თან და იმ ხელაზე არ ვიცი ეხა დეტონაცია მოხდება თუ არა რეალურად, თორე ეხა თამაშია თქო უნდა You მოხდება. missed the spot, asshole. ოდიში ძმა, არ გაგიწმენდიაო. მაგრამ ჰენრი თუ შემოვიდა ეხა გამოდის რომ ჰენრის მოკვდება და ეგ არ გვაწყობს ჩვენ, იმიტომ რომ ეგ კაი კაცია მართლა მიუხედავად იმისა რომ კლამენტისთვის მუშაობს და ეგ არ გვაწყობს ჩვენ.
მაგრამ იმდენი გენგი და რაღაცეებია, რომ რა ვიცი. All right, you can get out of here. შეგიძლიათ წახვიდეთ ახლა აქედან. ვიღაც აქ არის ერთი ქალი რა, მე მგონი ვინც გწნობს ჩვენ. Magic coin, grant you one wish, anything you want. Guy said, really? თუ ჰენრი იყო ის. ანუ აი წითლად რო არის ახლა რუკაზე ხო ხედავთ? რომელიღაცა ეგეთი არის ჩვენი ნაცნობი. Clementi. We could take him out right now. კლამენტი არის, შეგვიძლია ახლა მოვკლათო. იარაღი რო გქონდეს. ჯო, სად არის კაცო? სად წავიდა ეს? ოხ. მოიცი მისია რა არის ჩემი? ჯოუს წაყევის სახურავზეო. ხომ არა, საით წავიდა კაცო ეგ ჯოუ? წეხლა არ მოყვებოდა უკან. ან როგორ ავიდა ზემოთ საერთოდ? აი, ერთი წამი ჯოუ, სად არის ჯოუ? საიდან ავიდა ზემოთ? ალბათ აქ შევიდა რაღაცა, მოიცა ეს რა არის? ეს მხოლოდ მომუშავე პირებისთვის არის, ეს არის გასასვლელი. ხო და აქ იქნება ალბათ. მე მგონი კარები მაგან გამიღო იქით ხარიდან. ხო, აი აქა. სო. ცოტა რომ აუსტრაფოს კაი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს ეგეც წავა რა. კიდე კაი. და ეხლა სახურავზე თუ ავედით ჩვენ მე-18 სართული ხო აფეთქდებოდა, მე მგონი მე-20 არა, კიდე ზემოთ არის? Vito, hold on. I forgot something. რაღაცა დამავიწყდაო. Yeah. This is for you. Just in case something goes wrong. თუ რაღაცა მოხდება Some ცუდი. piece of work, eh? 1911 Cole with a modified How the hell clip. did you 1911 goes quick. And don't go losing it. ტყვიების კარამელისო რა. The whole world. იმიტომ რომ ეს ორი არის მთელ საქართველოში. Come on. აი, ეხლა მივდივართ უკვე რო გავწმინდოთ თვითონ ფანჯრები. These guys. ლამადის ბიჭებია. All right, let's get out of here. ესენი ალბათ აზღობენ რა ქაურობას, რომ რაღაც ესეთი არ მომხდარიყო, მაგრამ Hold on, check it out. ფეხებზე კიდია ამათ. ვიღაცებს აფურთხებენ თავზე. მე მგონი უკეთესი იქნებოდა რომ გავსულიყავით და ვითომ მოგვეგუდა ესენი, იმიტომ რომ ეხლა სხვა გზა აქ არა გვაქვს ჩვენ მე მგონი. Find the hotel window washing plug. უნდა გავიდეთ ხო გარეთ. Hey, what the fuck are you doing here? Get lost. შენ აქ გასაკეთებ. უნდა ჩობი. Oh, that's the best you got. იარაღზე მითხრა არ დაკარგო, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი არისო, მაგრამ მე თქვა რომ გვატყუებდა. და თუ დაიკარგება არა უშავს. Oh, that's the best you got. ჯო, შენსო დამეხმარო ერთხელ მაინც მთელი თამაშის მანძილზე ცუდი არ იქნება. მოდი თოლია მოკლათ აბა. და ოპა. სო. კაი ჯო, სადა ხარ აბა? აგერ არის ჩვენ ჯოუც. You shoot like my sister. ჩემი დასავიდის სრიო, შენ ვაფშე არის სრი და ეგაა საქმე. სო, მე მგონი ყველა There მოგდა. might be more of them. შეიძლება კიდე იყოსო მეტიო, არ ამგონია რაღაც. დავიჯერო ხა ამ ხმას. მართლა ყოფილა. ბიჭო. Is that the fucking best you got? Oh, you're in trouble. ადი მოშორდი მაგ ადგილს. Die already. Come on, show me what you got, big shot. დავიჯერო ხმას ვერ გაიგონებდნენ ეხა ისინი, ანუ კლემენტის სხვა ხალხი? ანუ ამდენი იარაღი რაღაცა ეს აქ მე მგონი არ იქნება ეგ წამოაქეთ ნახოთ ეხლა ჩვენ ჯო არაფერს არ აკეთებს რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ცოტა კი დამაზღვია ეს სხვადასხვის ანუ აქ რო ორი გამოჩნდა ერთად ცოტა დამეხმარ ეს საიდან გაჩნდა ბიჭო რამდენი არიან ისადა ჩემიან Is that the fucking best you got? Oh, you're in trouble. ჯო გაჩუნდი თავი მაინც შეწირი ადამიანო შენ გესრიან არ გვდები მაინც და მე მანამდე მამად მოკლავ Let's go, Vito. წავედით და სად მიდიხარ ჯერ აგერ კაცი არის ტომიგანი აქვს ტიპს გადი ძმა გადი всё ეგა Okay. That takes care of that. ყველა მოკალით იმედია რომ არაფერს არ გაუგონიან Things ჩვენი like this guy soundproof windows and we're so high up. Ah. Nobody on the street could have heard us neither. იმ ხელაზე ვართო რომ ვერ გაიგონებსო ვეუბნოთ ამ კიდე პლუს ტყვია გამომტარი ანუ ტყვის ხმის გამომტარი ფანჯრები არის აქ რა და ვერავინ ვერ გაიგონებს აი აქ ხალი იქნება კიდე და მეშინია რომ გავხსნა ეგ ჟურნალი აქ მომთ რო აგდია რაღაცა აი ეს What are you two doing? თქვენ აქ რასაკეთებსო მე აქ სამსახური არ დამთავრებიაო ჯერო Jesus, okay. Okay, don't shoot. I'll do whatever you say.
All right, put your hands behind your back. He ain't gonna hurt you. მე მგონი უკეთესი იქნება რომ მოკლად ეგ, იმიტომ რომ თუ რაღაცა მოხდა უოჭველი წავა და გავხსნა ეხა, მაგრამ რო გავხსნა კიდე ვიღაცა იქნება. დააბიო. კაი არა, პრობლემა დავაბად. You consider yourself lucky. Everybody else got shot. ყველა მოკალე თუ რა და შენ კიდე უნდა გიხაროდეს, იმიტომ რომ ცოცხალი შევიო. კაი გავხსნით, მოდი და მე მართლა დავუბრალო ხა ამას. Okay, get on. We got work. ერთი და იგივე ქალია, მგონი თუ რა არის ეგ. კაი, წავიდეთ. კიდე კომენტარებში ვთქვი ეგეთ რაღაცა რომ მეთქი თუ ვიღაცა თინეიჯერი არის, არ მინდა რომ ნახოს თქო და ბოდიში თქო რა და ერთი ორმა დამიწერა რომ მე მგონი მაგათ უფრო უნდა ვნახვაო და მე მგონი მართალაც არის, მაგრამ მაინც დაუბურა, არ მინდა ხა რომ ნახო ნეგატივმაც. ბავშვებმა რა. Reach up to the roof. Of course not. We'll just go up 1 or 2 floors and blow. So much for you being a smart one. Why? ოპა, აგერ იგი რაღაცა შევა, მაიმუნობას აპირებს. What if the explosion takes us out too? It won't. იქნება რომ აფეთქებამ ჩვენს მოკლასო. არაო რა, ძლივს გაიგებო შენო. Fall off this thing. You're gonna be dead before we hit. თუ ჩვენ აქედან ჩავარდითო, მანამდე მოგდებით, სანამ მიწა შევეხებითო რა. აგერ თორმა გალახა კაცი. ააგე? აგერ არიან ესენიც. Okay. This is the right floor. ხომ არას, ეხლა რომ Grab დაგვინახავენ, the squeegee and start washing windows so we don't look suspicious. I gotta connect the wires. შენ მანამდე დაიწყე გაწმენდაო და მე მანამდე კიდე რა ვქვი, კაბელებსო შევაერთებო რა, რომ ავაბეთქოთო მე რაკაურობაო. დავიჯერვე ხა არ გვეტყვენ არაფერს ესენი, რომ აი აქედან წავიდეთ. აჰა, ხმა კიდე არის რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მაგრამ აფეთქების ხმა ალბათ იქნება. კაი, ჩვენ ვართ უკვე მე-18 სართულზე და მართლა მოვკვდებით ისე ჩვენც, იმიტომ რომ ფაქტიურად იქვე უდევს ეგ ბომბიც. სადაც მაგიდა არის, იქვე არის ეგეც. და უფრო დიდი შენობა ყოფილა ვიდრე მე მეგონა. That's it. ცოტა დარჩაო. Got it. ეგ არის, ვსო. Take us up a bit. ცოტა ზემოთავიდეთო. Payback's a bitch. მაგრამ როგორ აპირებთ ახლა მაგის აფეთქებას? Yeah, just like clockwork. აი, ზუსტად ისე როგორც საათი მუშაობს. Here we go. აი, ვცადოთ ახლა უყუროთ აბა თუ რა სიზამენ და როგორ აფეთქებენ აქაურობას. იმიტომ რომ არ ამგონია, რა ვიცი, ხელში არაფერი არ უკავიათ. აუ, მუსიკის გარაშე რა საშნელი არის. ეგ რა იყო? The thing just blew. არ ვიციო, აფეთქდაო. All right. Let's go take a look. რატო ჩადიხართ ახლა ქვემოთ კაცო? I fucking listen to you. არ ვიცი, ატო მოგისმენთ You're საერთოდ. like a half a retard sometimes. ავადმყოფი ხარო რა ზოგჯერო. აქ რატო ჩამოხვედით ახლა საერთოდ? ახლა უფრო იეჭვებენ მე მგონი თქვენ რო იყავით. My fucking shoes in What a here. fucking mess. Felt like a fucking earth. What the fuck? ეს ვინ არის, ჰენრი? Lucky bastard. ეს ტუალეტში ყოფილა გასული და გადარჩა. You're gonna die for this. აუ, ესე იგი რა იდიოტები არიან ბიჭო მართლა ესენი. You sure made one hell of a mess. გადარჩა ის, ვისი მოკლა თქვინდა და ტუალეტში ყოფილა გასული. No. აუ, Must have watered down his martini. ხოსტა რა იღვლიანი არის. ეხლა კიდე გვიცნეს. აი, ძმა, კაი. კაი, შენ კარვის მიხედავ და მე აქედან მიქნებიო. ტომიგანი გვაქვს. გავაღოთ ახლა უცებ და აქ თუ ვიღაცა გამოვა. მაინც მე მომიწია ამ გეიმს მოკლა და რა აზრი აქვს ამ ჯოუს აქ ყოფნას არ ვიცი მე. ხო და არ უნდა ჩავსულიყავით ხო რა, ხო თქვი მე. ერთი კაცი უკან არის, მაგრამ მე მგონი დაჭრილია ის. Really? Because I thought it was rain. Wise ass. I can't see a damn thing through all this. ვერაფერს ხედავ, თორე რო ხედავ ხომ ეხმარები. მე მგონი ერთი აქ არის. ბიჭო ეს როგორ გადარჩა, რატო ჩავიდნენ იქ საერთოდ შესამოწმებლად. There's more of them coming. Come on, assholes. ბევრი მოდიანო კიდევ. 3 1 2 და ბებია ეგ არის სულ მაგას. Get out of there, lady. We ain't got nothing against you. შენსაც დამდე გვარაფერი გვაქვსო რა. კლამედის ბიჭებს. მიდი ვართ, მეგონა რომ მეორეც გაიხსნებოდა. კაი, წავიდეთ. ჯო, დებილი ხარ მართლა. Hey,
How the fuck was I supposed to know Clemente will be in a bedroom? დიდი უნდა წამოგეყო რა, დიდი ბომბა უნდა. საიდან მეცოდინებოდა რომ Go off early. იქ იყო შესულიო. We'll get him. არ იქნებოდაო რომ ბომბა არ აფეთქებულიყო უფრო ადრე ვიდრე უნდა აფეთქებულიყო. იმიტომ რომ მე მგონი სანამ ხელი დააჭირა რაღაცას მანამდე თავად აფეთქდა ეგ. ალბათ დრო იყო რა დანიშნული და უცებ აფეთქდა. კაი, ეხა ის ბავშვი ან გაქცეული იქნება იქიდან, ან ტყვედ იქნება აყვანილი, ან მკვდარი. რომელიღაცა მაგ სამიდან. რაღაც ძალიან მიკვირს რომ დაგვეხმარება ეგ. ბიჭო, საიდან? ნუ კიდევ ვილახე საიდანაც, ანუ ზემოთაც არიან, ქვემოთაც არიან და ყველგან არიან, მაგრამ მაინც. ანუ რაღაცა აკეთ რა. კაი, მოიცა. ჯერ არ იქნა არაფერი. კაი, გამოდი. ერთი აგერა. გაჩუმდი ჯო, გაჩუმდი, თორე შენ გესვრი ახლა. კაი. ერთი კაცი მოკლა და მე საუკეთესო ვარო ძმამ. ადამიანი მოხოც ეგ მთელი ბატალიონი. აუ ის ბავშვი თუ არ არის ახლა იქ? აი მოკლეს ხო გითხარი, აჰა. ეხლა ვერ დაიხმარებიო რა, ჯობია წავიდეთ, მაგრამ საიდან მიხვდნენ რომ ეს ჩვენიანი იყო? ალბათ თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და სროლ დაუწყო ამა, თორე არ ამგონია რომ მიხვდარიყვნენ რომ ეს იყო. გონია რომ ყველაფერი მორჩაო? აი ახლა დაგერხაო შენო. კლამენტის წაყევიო და სხვას არაო. ხო თქვი, აი ჩემი შეტარებელი იქნებოდა მაინც. შავ მანქანაში არისო და ვიცი მეწყვედაო. თვალები მეც მოხსო. უიმე. მაგრამ მე მგონი უკეთესი არის ეს, იმიტომ რომ გაჩერდება ეხა. აუ, ამან მოადრიფტავა და მე გავჩერდი უფრო. ჩააჭირეო რა, მოცდილობო ეხა რა ვქნა მეტიო. მაგრამ მეც რომ მქონდეს პისტოლეტი არა? იქნება მოადრიელო როგორმე და მოგდეს. აი, მარტივი სამუშაო არ იყო, მაგრამ რაც იყო ეს გაართულეს. მოვკალით. აუ, ეს კიდე ხმა არის. ეს ალპინასის ხო არ იყო, რა ქვია? მოვკალით, ხო? მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნებით სანამ არ შევამოწმებთ რა. აბა? ბიჭო, მართლა, ანუ ცოტა ეხა მიჭირს. ეს მორტისთვისო, თუ მარტისთვის რა, ბიჭი რომ მოკლეს იქ. ხო და ცოტა მიჭირს ეხა კლამენტი პირველ მაფიაშიც იყო, ანუ ჩვენ ვისი ბოსი, ვინც ჩვენი ბოსი იყო. მაგის სახელი არ მახსოვს, ანუ ცოტა მსუქანი რო იყო ეგ ვიცი და ვიზუალურად კი ნახავ, მაგრამ არა, ეგ კლამენტი არ იქნებოდა ეგ უეჭველი. მაინტერესებს, ანუ ამ ბოსებიდან რომელი ბოსი არის ის, რომელიც ტომის მართავდა კიდე. თუ მკვდარია რა, უკვე რა თქმა უნდა. ალბათ გავიგებთ უკვე მე აი რაღაც მე-14 თავში, ან კიდე დამატებითი კონტენტი რო არის, მანდაც შეიძლება გავიგოთ. This is Joe. ეს ჯოუა. ყველაფერი მორჩა. No, it didn't. ყველაფერი კარაქივით იყო და არაო რა, მორტი მოგდაო. დავტოვითო რა და მოგდაო. კლამენტიო? კლამენტი მოგდაო. ბავშვთან უღელაო რა. პატარა გადასახადი იყო რა. პატარა გადასახადიო, ჩემი მეგობარი იყო ეგ ბავშვიო. შენი იდეა იყო მაგ ბავშვის დაყვანაო, არავის არ დაუძლებიაო. Yeah, whatever. აი, ნუ მოდიო და ფული აიღეო. Alright, take it easy now. Alright? არა უშვის დამშვიდიო რა. Sorry too. What didn't you think? But you knew the risks. ბოდიშიო, მაგრამ იცოდიო შენს რა რისკი იქნებოდაო მაგის წამოყვანაო. You took him along, he died. What, you think the war was any different? And Eddie didn't even know the kid, so don't blame him. ედი მარცესო და ეგ ბავშვიო და ეგ არ დააბრალო რა მაგასო. Okay, well. აი ნუ. Just give me a minute to get changed. ესეთი მომენტიო, ჩავისმენო და სახში წავალო რა. I'm sorry, kid. ბოდიში ბავშვო რა. I'm so sorry. ძალიან მწუხარო.
აზე გვიანი არის. ნუ ჯოუმ გითხრა შენ რომ არ წამოგეყვანა იქ ბავშვი და მე კიდე რა გინდოდა იქ რომ ჩახვედით საერთოდ. რატო ჩახვედით იქ არ მესმის, მაგრამ ნუ ასიზამ ეხლა. რაც მოხდა. ეხლა ვერაფერს რო გამოვასწორებ სამწუხაროდ და უნდა შეეგუო მაგას. საიდანაა ბიჭო აქ გასასვლელი ამას ხო ვერ ხვდები ვერასოდეს, აი მე მგონი აქედანაა, მაგრამ წინაზე სხვა ადგილიდან გავედი. აი წამო გარაჟში ნახოთ ეხლა ჩემი კორვეტი თუ არის და თუ არ არის კიდე გადავირევი მართლა. იმედია მანდა. თუ გაიხსნა ეს გარაჟი. ბიჭო, კორვეტი არა, ეს კიტმანქანები კი არის, მაგრამ კორვეტი მინდა მეგაცო. ნუ კაია. ყველაზე ახლოს მე მგონი კორვეტთან ეს არის, მაგრამ ეს ვაფშე რა მანქანაა. ხო, რა თქმა უნდა, ეს მანქანები, ანუ რეალობასთან მიმსგავსებული არის ცოტა, მაგრამ თლად რეალური არ არის, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით მე ისეთი რაღაცა იქნებოდა, რომ შეიძლება კომპანიას ეჩივლა ამ თამაშისთვის, ან დეველოპერებისთვის და ეგ არ უნდათ რომ ეკნეთ. და თუ არ უჩივლებდნენ, მაშინ თამაშის დეველოპერებს მოუწევდათ, რომ ბევრი ფული გადაიხადა ამ კომპანიებისთვის იმისათვის, რომ ლიცენზია აეღოთ მაგ მანქანებზე, რომ აი ეგ მანქანები ჩაესვათ ამ თამაშებში. Forza თუ იცით, ეგეთი თამაში არის, ეგ ეს მანქანებზე არის დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ, ეხლა Forza Horizon-ი ქვია და როგორც ვიცი, მანქანის კომპანიებთან მაგ თამაშის დეველოპერები აწერენ რაღაცა 5 ან 7 წლიან კონტრაქტს ხელს. და როცა მაგ კონტრაქტს მოაწერენ ხელს, მაშინ თამაში გამოდის, მანქანები ზუსტად იგივე არის, როგორც არის რეალურად, მაგრამ ეგ კონტრაქტი როცა მორჩება, მე თუ არ ვცდები, თამაში გაახლებებს უკვე წყვეტდნენ რა, ანუ ახალი არაფერი არ შემოდის თამაში, პროსა თამაში ესე ვთქვათ კვდება. ანუ მაგ 7 წლის მე თუ არ ვცდები. და მანქანები კი რჩება თამაში, მაგრამ სხვა დანამატები არაფერი არ ემატება ახალი. როგორც ვიცი, შეიძლება ვცდებოდე. მაგიტო შეაჩერეს უკვე გამოშვება, მე მგონი Horizon 4-ის და Steam-იდან კიდე არ მოასაც გეუბნებოდი მეთქი აპლიკაცია არის Steam-ით ხო? Steam-იდან თუ არ ვცდები, აიღებენ უკვე Horizon 4-ს, Horizon-ს უბრალოდ თუ უკვე აღებული არ არის და 5 იქნება. და 5-ის მერე კიდე რო გამოვა ახალი Forza Horizon-ი, ალბათ 5-ს ამოიღებენ, როცა უკვე კონტრაქტი გაუქმდება და მერე უკვე ეგ ახალი ჩაანაცვლოს მაგას. ხო და ეგრე რო არ იქნა, ალბათ გააკეთეს მანქანები მაფიას დეველოპერებმა, ოღონ ცოტა მიმგვანებული რეალობასთან, მაგრამ თლად რეალურიც არა. მაგიტო არის რომ კორვეტი კი ვიცანი, მაგრამ თლად ვერ ვიცანი. ხო და ეხლა დიდი ვარაუდით კიდე სახში როცა მივალთ, კაკრას დამთავრდება ჩვენი მეათე თავიც. აი ეს ეხლა რაღაცა მანქანას გავს, ანუ რეალურს, მაგრამ თლად ისეთი არ არის. მე მგონი კადილაკს გავს უფრო. და ეს თავად მანქანა არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა არის. ანუ თან როგორ არის იცი, ანუ თანამედროვე მანქანები ყავთ აღებული. შეიძლება ეხლა როგორც კორვეტის მაგალითი გითხარით, ეგ მანქანა ხო გამოვიდა 1953-ში პირველად 300-ი გამოვიდა ეგ მანქანა და მეტი არ გამოსულა. ეგეც კიდე რაღაცა ვარიანტები ვით იყო რა 300 ცალი. პროსტა ისე. და ნუ აიღეს მაგის მაგალითი და მე რაღაც დაამგონეს მაგ კორვეტს და დააწერეს რომ ვითომ ეგ მანქანა გამოვიდა 51-ში, ანუ ამ თამაშის დეველოპერებმა, როცა ეგ მანქანა გამოვიდა რეალურად 53-ში. იმედია მივხვდით ეხლა თქვენც, ანუ ბევრს ეხლა მაგაზე არ ვილაპარაკებ. მე ძალიან დამღლელი ვიქნები მეც და მაგითო. კაი, დავიზინოთ ეხლა მე მგონი და მორჩება კაკრას უკვე ეს თავიც და გადავალთ უკვე მე-11 თავზე. კიდე ტელეფონი გვირეკავს, რა თქმა უნდა. ისი არ მიდის ჩვენი დღე რომ არ დაგვირეკოს ვიღაცამ. მაგრამ მე მაინტერესებს მაინც ჩვენი და რა შვება. და ეს თავი არ მორჩენილა როგორც ჩანს ჯერჯერობით. გასაგებია. ვინ არის აბა? ვიტო შენ ხარ? ვინ კითხულობს? მე ლეონი მქვია. ჯო მომცა შენი ნომერი და მეგობარი არისო და რა ხდება? And now he done just gone plain salty on me. What the hell you talking about? Your friend is out of control, man. He all waving his gun around and shit, and we can't talk no sense to him. Tudari sakme. Great. Now look, I ain't looking for no trouble with you fellas. Gasagebia. Please come pick his drunk ass up before he shoots somebody or somebody calls the police. Არა პრობლემა მოვალ ახლავე. You got to come on down here and pick his ass up. You coming or not? All right, I'll be right there. მოვალო რა ერთი წუთი. And hey,
და ერთი რაღაცა მეტი დასალები აღარ მიცეთ მაგასო. ცდიო, მაგრამ შენი მეგობარი მაგას არ დათანხმდებაო. თუ არ მიცემ. კაი, გასაგებიოსო. რამდენი არიან მანდ? მხოლოდ მეორე ეხლაო. ყველა გაიქცავ ეხლა. Lock the place up till I get there. დაგეტევა გადგილიო და ეს უჩი მოვალ მანდო. ესე იგი რაც ხდება ხარ ის რომ ჯო მივიდა ერთ-ერთ ბარში და ბარის უფროსმა დაგვირეკა ჩვენ რომ შენი მეგობარი მოვიდაო აქვე ჯო უქვიაო თორსდებიო და სვამსო რა ძალიან ბევრსო დალიაო და ერთ ბავშვს ელაპარაკობსო სახელად მარტივ ანუ ის ხო მოკდა და ეთყობა ვერ გადაიტანა მაინც ხა იმ თან ბავშვი არის თან კიდე მეგობარი არის ამისი და სიკვდილი რო გადაიტანა და გადაწყვიტა რომ დაელია ბევრი იერახსო აქნევსო აქეთ იქეთო და მოკლედ მალე მოდიორო რომ გვიშველო თორე წუდა იქნება ჩვენი საქმეო მოკლედ დღესთვის ამას დავამთავრებ ხა ამ ვიდეოს იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ დალაიქეთ არხი არა ვიდეო გამოიწერეთ არხი ჩვენ კიდე ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და დროებით